გამარჯობათ. არსებობენ ადამიანები, ახალგაზრდები, მოხუცებულები, რომლებიც ნატრობენ იმ დროს, როცა დიადი ბელადი რკინის მარჯვენით მართავდა მილიონობით ადამიანის ბედს და როცა ადამიანს რაიმენაირი აზრის გამოთქმა საკუთარ სახლშიც კი ეშინოდა. შემხვდა ასეთი ადამიანი, აქებდა და ადიდებდა თავის ბელადს და მე შევთავაზე ასეთი რამ, თუ მოგეწონებათ, შეგიძლიათ თქვენ შესთავაზოთ. დროში მოგზაურობა მეთქი არის შეუძლებელი და სივრცეში მოგზაურობა ნამდვილად შესაძლებელია. ასჯერ გაგონილსო, ერთხელ ნანახი ჯობიაო, ასეთი გამოთქმა. შენ შეგიძლია მეთქი დაბრუნდე სტალინის ეპოქაში, თუ გინდა მეთქი დარჩე იმ ეპოქაში. ეს როგორო? სტალინის დანატოვარია ჩრდილოეთ კორეა. ეს ადამიანი რომ არ ყოფილიყო, მილიონობით ადამიანი დღესაც კი არ იცხოვრებდა ამ ქვეყნიურ ჯოჯოხეთში. თვენახევარი ჭირდება მეთქი დაახლოებით საბუთების მომზადებას, $300 ჩინეთამდე თვითმფრინავით და კიდევ $300 ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქამდე. ჩადი მეთქი და ნახე, შენი თვალით. ხო გენატრება ის ეპოქა. ჩადი მეთქი და ნახე, ნამდვილი რკინის კაცი როგორ მართავს, რა დღეში ყავს თავისი ერი. ამ ადამიანს ძალიან ეწყინა. მე ღრმა შეშფოთება გამოვთქვი მის წყინაზე და მე ნამდვილად ვიცი, რომ ეს ადამიანი კორეაში გამგზავრებას არ აპირებს. რატომღაც გერმანია ურჩევნია, ამერიკა ურჩევნია. საქართველოში თავისუფლად გრძნობს თავს, მიუხედავად იმისა, რომ შეურაცხყოფას ვისაყენებს. ღმერთს ვებარებოდეთ, ჩვენი მეუფე არის კეთილი, წყემსმა კეთილმა სული თვისი დადვის ცხოვართათვისო. და ის მწყემსები რატომღაც მილიონებს ხოცავენ ხოლმე და ეს არაფერი არ არის. ღმერთმა გაგახაროთ.